გადაცემის დასაწყისში გითხარით, რომ დღეს სახალხო დამცველმა რუსთავის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა, ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩუ ახალაია, ასევე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები პაატა ბურჭულაძე, მურთაზოდელავა, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ჩვენ კითხვებს სწორედ ლევან იოსელიანი, სახალხო დამცველი პასუხობს. ბატონ ლევან, მოგესალმებით, მადლობა რომ მინდა რომ გამოჩნდეს ბატონ ლევანი, მადლობა რომ პასუხობთ ჩვენ კითხვებს. გითხარით უფრო მეტი დღეს თქვენი რუსთავის ციხეში ყოფნის შესახებ, ვინაიდან სხვადასხვა ხელისუფლები, სხვადასხვა მაღალჩინოსნები, რამდენიმე ასე ვთქვათ გამოხმაურება ჩემხვდა სოციალურ ქსელში, ბოლო 25 წელი მოინახულა ფაქტობრივად ლევან იოსელიანმაო. რას გვეტყვით ამ ვიზიტის შემდეგ? მოგესალმებით, დიანა, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. დღეს ვიმყოფებოდი ნამდვილად მე-12 დაწესებულებაში, სადაც თქვენს მიერ ჩამოთვლილი ბრალდებულები და მსჯავრდებული მოვინახულე. შემიძლია გითხრათ ძალიან ზოგადად ის, რომ მათი ციხეში საპატიმროში ყოფნის პირობები შევამოწმე, უშუალოდ საკნებში, მათ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გავესაუბრე, მოპყრობაზე, ყველა იმ საკითხზე, რაც ზოგადად პატიმრისთვის მნიშვნელოვანი არის, მოვისმინე მათი წუხილებიც, მათი შენიშვნებიც და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, განსხვავებული არის ყველა მათგანს სხვადასხვა, ასე ვთქვათ, რაღაც საკითხებია, რომელიც მნიშვნელოვანია მათთვის გადაწყვეტას, მაგრამ მე გამოვყოფ ერთ საკითხს, რომელიც ფაქტობრივად ყველა მათგანს აწუხებს და არა მარტო ეხლა ამ მსჯავრდებულებზეა საუბარი და ბრალდებულებზე. კი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვსაუბრობთ მათზე. დიახ. კი, მათზე ვსაუბრობ, რომ ეს საკითხი აწუხებს ძალიან ბევრ ბრალდებულს. აქ საუბარი არის გამომძიების ან პროკურორის დადგენილებით, როდესაც გარესამყაროსთან მათ აქვს დარული აქვთ კომუნიკაცია, გარდა ადვოკატის და გარდა სახალხო დამცველის წარმომადგენლებისა. და განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება არასრულწლოვან შვილებს, მათ არ აქვს საშუალება, რომ კომუნიკაცია ჰქონდეთ თავიანთ ოჯახის წევრებთან. ველა დღეს თქვენ მიერ მონახულებულს აწუხებს ეს ლილუაშვილსაც, ღარიბაშვილსაც მაგალითად? ეს საკითხი ჩვენ დავინახეთ ლევან ხაბეიშვილის შემთხვევაში, როდესაც გახსოვთ, რომ აქციაც მოაწყო მის ოჯახის წევრებთან და მე შეხვედრაც ჰქონდა მის წარმომადგენლებთან, მის დედასთან, მეუღლესთან და ამის შემდეგ დავინტერესდით ამ საკითხით და აღმოჩნდა, რომ ეს ბევრ ადამიანს აწუხებს. ეხლა კონკრეტულად თქვენს მიერ ჩამოთვლილ ადამიანებზე მე თავშევიკავებ საუბრისგან პერსონალურად ვის მიმართ შეიძლება ეს იყოს მნიშვნელოვანი, მაგრამ ის რომ ჩემს მიერ დღეს მონახულებ ადამიანებთაგან ძალიან მათ უმრავლესობას შეიძლება ეს საკითხი აწუხებს და მნიშვნელოვანია, შემიძლია დაგიდასტუროთ. ბატონ ლევან, მაინც დავადასტურე, დავაკონკრეტებ აუცილებლად ხაბეიშვილთან დაკავშირებით ეს ვიცოდით, რასაც თქვენ ყვებით, მაგრამ თქვენ შეხვდით დღეს ასევე, როგორც თქვი, უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსს და ყოფილ პრემიერს, ანუ ოცნების ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათაც აქვთ შეზღუდვები გარესამყაროსთან ან ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში? დიახ, მათაც აქვთ. ყველა ჩემს მიერ მონახულებულ ბრალდებულს ასეთი შეზღუდვა აქვს. არ ვსაუბრობ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ჯალდებული არის ამ შემთხვევაში და მას ასეთი შეზღუდვა ამ ეტაპზე არ აქვს, მაგრამ ბრალდებულებს ასეთი შეზღუდვა ყველას აქვს. მათ შორის იგივე შეზღუდვა აქვს მაგალითად ალეკო ელისაშვილსაც, რომელთვისაც ასევე ეს საკითხი მე რომ მას შევხვდი, მანაც თხოვა რომ ეს ამ საკითხზე მიმექცია ყურადღება, იმიტომ რომ მასაც აწუხებს თავის არასრულწლოვან შვილებთან შეხვედრის საკითხი და ეს ის საკითხი, რაც მე ვფიქრობ, რომ უნდა გადაწყდეს, იმიტომ რომ თავის დროზე, როდესაც მოხდა ამ საკანონმდებლო ცვლილების გატარება, დასაბუთებული იყო იმით, რომ რაღაც დამატებითი დანაშაულის დაგეგმვას არ ქონოდა ადგილიდან, დანაშაული ქმედება არ ჩაედინა ბრალდებულს საპატიმრო დაწესებულებიდან, მაგრამ აქ საუბარი არის, ჯერ გააჩნია რაში არის ბრალდებული, ხო, თუ არასრულწლოვანს მიმართ ძალადობაში არის ბრალდებული, მასთან მიმართებაში ლოგიკურია ეს შეზღუდვა, მაგრამ ხა სამახევლო დანაშაულში რო არის ბრალდებული ან სხვა ტიპის დანაშაულში,
საერთოდ რა კავშირი აქვს იმასთან, რომ თავის შვილები ვერ მოინახულოს. ხო, მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში უფრო მოქნილი უნდა იყოს კანონმდებლობა და მოკლედ ყველა პატიმარს მიუხედავად ბრალისა, რატომ გეკითხებით, უკვე მის ჯილს თუ პროცესში მყოფს არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ მაგალითად ღარიბაშვილის შემთხვევაში დასრულებულად ითვლება პროცესი, იმიტომ რომ მას უკვე მის ჯილი აქვს, ლილუაშვილის სხვა кейსია, სააკაშვილის სხვა შემთხვევა, ხაბეიშვილის სხვა შემთხვევა, მოკლედ იმის მიუხედავად უკვე მის ჯილზეა ლაპარაკი თუ საუბარი არის ბრალდებულებზე, არა, აქ საუბარი არის ბრალდებულებზე. სანამ განაჩენი იქნება. სასჯელის მისჯა, განაჩენი იქნება მანამდე. მათ აკრძალული აქვს დადგენილებით პროკურორის ან გაუმძიებლის ურთიერთობა გარე სამყაროსთან გარდა, როგორც აღნიშნე, სახალხო დამცველის წარმომადგენლის და ადვოკატის. ბატონებად, დავაკონკრეტებ, განაჩენი არსებობს ღარიბაშვილის შემთხვევაში და მასაც კონკრეტულად ღარიბაშვილსაც ეხება ეს პრობლემა? მე ამ საკითხზე მემასთან არ მისაუბრია და მას ეს საკითხი ჩემთან არ დაუყენებია, მაგრამ სხვა შემთხვევებში იყო ეს საკითხი წამოწეული. თუმცა მოდით რა არის იცით, მარტო ღარიბაშვილზე არ არის აქ საუბარი, ხო? შვილებთან ურთიერთობა რიგითი ბრალდებულისთვისაც ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც შეიძლება იყოს ღარიბაშვილისთვის თუ სააკაშვილისთვის. ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას აქვს, რომ რატომ უნდა ქონდეს ასე ბლანკეტურად აკრძალული ბრალდებულს თავის განსაკუთრებით არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობა, როცა ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, ხო? თუ გასაგებია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დანაშაულის შინაარსი არის იმდაგვარი, რაშიც ბრალი ედება, რომ უნდა ჩამოაშოროს თავის ოჯახის წევრს, ეს გასაგები იქნება ჩემთვის, თქვათ, ბრალდებული არის არასრულწლოვანის მიმართ ძალადობაზე, მაგრამ სხვა ნებისმიერ შემთხვევაში რა ლოგიკა არის იმაში, რომ ოჯახის წევრი ვერ ნახოს 9 თვის განმავლობაში, ხო? აი ეს ერთი საკითხი არის, ჩემი აზრით, რაც არის მნიშვნელოვანი, რაც არა მარტო მათ, არამედ ბევრი ბრალდებულისგან მომისმენია და პირველად ჩვენ სიმართლე გითხრათ, ეს ლევან ხაბეიშვილის მიერ დაწყებული ამ პროტესტის შემდეგ მივაქციეთ ყურადღება და ეს კი ბატონო, ბატონებან, აი რატომ ვაკონკრეტებ თქვენთვისაც, რომ იყოს პატიმარია, გასაგებია, უბრალოდ ხაბეიშვილის შემთხვევაში, ბურჭულაძის შემთხვევაში ეს ვიცოდით. ამიტომ ასევე საინტერესოა საკუთარ მაღალჩინოსნებსაც, პოლიტიკური ოპონენტებთან დამოკიდებულება შეიძლება სხვა იყოს, საკუთარი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მესმის, რომ უკვე შეიცვალა, თქვათ, დამოკიდებულება, ისინი პატიმრები არიან, მაგრამ ამ ხრივ მათზეც ვრცელდება თუ არა იგივე მიდგომა, ამ ხრივ არის საინტერესო. როგორც მივხვდით, თქვით, რომ ღარიბაშვილთან ამ თემაზე არ ყოფილა საუბარი, როგორც ჩანს, ეს პრობლემა აწუხებს გრიგორ ლილუაშვილს. ეს შთაბეჭდილება დამრჩა. მე ვფიქრობ, რომ ყველა ვინც საჭიროდ ჩათვლის თვითონ ისაუბრებს, როგორც ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა თუ ჩათვლის საჭიროდ ამ პრობლემაზე, ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ მიდგომა არის ნამდვილად ყველას მიმართ თანაბარი, ანუ ისე არ არის, რომ ვიღაცის მიმართ გამონაკლისი არის დაშვებული და ვიღაცის მიმართ არა. თანაბარი არის მიდგომა, მაგრამ ეს თანაბარი მიდგომა ზოგადად მიმაჩნია პრობლემურად არ აქვს მნიშვნელობა, ხო ჩვენ ახლა ვსაუბრობთ პოლიტიკოსებზე, ყოფილ პოლიტიკოსებზე, თანამდებობის, მაღალ თანამდებობის პირებზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, უბრალოდ ადამიანებისთვის, ბრალდებულებისთვის, ასობით და ათასობით პატიმრისთვის ეს საკითხი არის მნიშვნელოვანი და ამ საკითხის მოწესრიგება მიმაჩნია ასევე მნიშვნელოვნად, რომ ეს პრინციპი გატარდეს განსაკუთრებით შვილებთან მიმართებაში, როდესაც ადამიანი ჩართული არის მაგალითად თავისი შვილების აღზრდაში, ამ პროცესში აქტიურად იყოს მონაწილეობას და უცბად ხდება მისი ჩამოშორება და მთელი 9 თვის მანძილზე პრაქტიკულად არ აქვს საშუალება, რომ მას იმიტომ იცით როგორ არის ორ თვეში ერთხელ ორი თვით ხდება აკრძალვა, მაგრამ შემდგომ პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ეს ორთვიანი ვადა ისევ გრძელდება და საბოლოოდ სანამ 9 თვის თავზე ან ცოტა შეიძლება ადრე არ დადგება განაჩენი, მანამდე პრაქტიკულად მოწყობილი არიან თავის ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია. კი ბატონო, ბატონებან, კიდევ რა დაკვირვება არის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახსენეთ, ამ ხრივ მესმის რომ პერსონალური ინფორმაციაც არსებობს, მაგრამ ამ ხრივ თუ იყო პრეტენზიები მათი მხრიდან. ვერ ვიტყვი რომ პრეტენზიები გააჩნიათ თვითონ პენტენციური დაწესებულების მიმართ, ასეთი რამე არავის არ უთქვავს, არც მოპყრობასთან დაკავშირებით, არც ყვებასთან, არც
სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით ნამდვილად არავის არ დაუფიქსირებია, პირიქით რამდენიმე მათგანმა მადლობაც თქვა, რომ ძალიან ყურადღებით ექცევა ციხის ადმინისტრაცია მათ და მათ ასე ვთქვათ ჯანმრთელობის მიმართ არსებულ რაღაც პრობლემები თუ ასეთი არსებობს. ერთ-ერთი საკითხი, რაც ასევე ზოგადად სისტემურ პრობლემად მიმაჩნია, ეს არის სასეირნო დროის ხანგრძლივობა, რომელიც არის 1 საათი და ის სივრცეები, სადაც ხდება მათი გაყვანა, არის პრაქტიკულად ის ეზო არ არის, ის არის ასევე ბეტონის რაღაც სივრცე, უბრალოდ გადახურული არის ზევიდან რაღაც სეტკით თუ რაღაც ასეთი კონსტრუქციით და ფაქტიურად არ იძლევა იმის განცდის საშუალებას, რომ ადამიანი არის რაღაც ისეთ სივრცეში, რაც სეირნობისთვის შესაბამისი. და ხანგრძლივობა არის საკმაოდ მცირე 1 საათი. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც დიდი ხანია უკვე საუბრობ, რომ ეს ვადა მიგვაჩნია უნდა გაიზარდოს და ის სივრცეები, სადაც პატიმრების სასეირნოდ გაყვანა ხდება, უნდა იყოს ადეკვატური სეირნობის შინაარსი. ესეც დღევანდელი შეხვედრის მონაწილეების მხრიდან დასმული პრობლემა იყო? დიახ, იყო. ყველა მათგანის მხრიდან თუ ნაწილის? არა, ყველას რა თქმა უნდა არ დაუსახელებია, მაგრამ რამდენიმე ადამიანმა ეს საკითხიც უფრო მეტ პრობლემაზე ვისაუბრობდა, ყოფილი მაღალჩინოსნები თუ კიდევ უფრო ყოფილი მაღალჩინოსნები, ანუ წინა ხელისუფლების თუ ამ ხელისუფლების დროინდელი? ყველა საუბრობს, სიმართლე გითხრათ, თუ რამე აწუხებთ, საუბრობენ ახლა არ არიან ამ ხრივ რაღაც მე ვერ შევამჩნიე, რომ ვინმე რაღაცასერიდებოდეს. თუ უბრალოდ არის რაღაც ფუნდამენტური საკითხები, რაც ამ დაწესებულებაში მოგვარებულია, ეს მოპყრობა, კვება, სამედიცინო მომსახურება, სისუფთავ, ესეთი საკითხები მოგვარებულია და შესაბამისად ეს არ აწუხებთ, მაგრამ არის ესეთი სისტემური პრობლემები, რომელიც თვითონ ციხის ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, რეჟიმის შინაარსიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ უნდა შეიცვალოს არა მარტო ამ დაწესებულებაში, ზოგადად მიდგომა უნდა იქნას, ვფიქრობ, გადახედით, მაგალითად ამ სეირნობის დროსთან დაკავშირებით, მაგალითად ოჯახის წევრებთან შეხვედრის აკრძალვასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რაზეც შემიძლია, რომ საზოგადოებას გაუძლიეროს თქვენ გაგიზიაროთ ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, ბევრ სხვა საკითხიც იყო საუბარი, რაც უკვე უფრო პერსონალური შინაარსის მატარებელია, ამიტომ ამაზე მოვერიდები საუბარს, მაგრამ საბოლოო ჯამში მინდა ყველა მიცოდეს, რომ არა მარტო ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მოვინახულეთ, არამედ ყველა მსჯავრდებული და ბრალდებული, ვინც დღეს იმყოფება პეტენციურ დაწესებულებაში, ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური მონიტორინგის და დაკვირვების ქვეშ. კი ბატონო, ვრცელდება დრო და დრო თქვენ გვერდზე, სოციალურ ქსელში, თქვენი საპატიმროში ყოფნის ამსახველი ფოტოები. უბრალოდ თქვენ გესმით ალბათ დღეს ეს ახალი ამბავი, რომ ეს ყველა მათგანი თითქმის მოინახულეთ ერთ დღეს, ამან რაღაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. მინდა დავაკონკრეტო ორი ასეთი კითხვა. ერთი არის ძალიან ბევრი დააკავეს ბოლო პერიოდში, როგორ არიან გადანაწილებული სამარტოო საკნებში არიან, იმიტომ რომ იქ არის 2 ადგილიანიც, 4 ადგილიანი საკნებიც და ასევე კვება ახსენეთ და იქ იყო ლიმიტები და თუ არ ვცდები ეს ლიმიტები გაუქმებული. ამაზე რა იცით? ყველა მათგანი მაღაზიაში შეძენის გულისხმობ. დიახ. ხო, არავის არ დაუფიქსირებია რაიმე წუხილი ან ლიმიტთან ან მაღაზიაში შეძენასთან დაკავშირებით, შემიძლია გითხრათ. ყველა მათგანი არის მეთვალყურეობის ქვეშ, გულისხმობ ვიდეო მეთვალყურეობას. ძირითადად არიან ორსაკნიან კამერებში ერთი ადამიანი, რამდენიმესთან არის თანამესაკნეც. ეს შემიძლია გითხრათ. სხვა მხრივ ის, რომ ვინმეს რაიმე შეძენა უნდა, ან ლიმიტი არ ყოფნის, ან ასე შემდეგ, ასეთი რაღაცა არ ვთქვათ ნამდვილად და არ დაუფიქსირებიათ. სათვალთვალო კამერები არის საკანში, ვიდეო ხმა, თუ ამის შესახებ რამდენად გაქვთ ინფორმაცია, იმიტომ რომ განსაკუთრებული საპატიმროა ეს და აქედან გამომდინარეც. დიახ, აღჭურვილია აბსოლუტურად ყველა საკანი აღჭურვილი არის ვიდეო მეთვალყურეობით და ეს ხოცილდება.
არა მარტო მათ შემთხვევაში ამ დაწესებულებაში კიდე რამდენიმე ათეული საკანია, რომელიც ვიდეო მეთვალყურობით არის აღჭურვილი. ერთი დაწესებულება იცით რომ შეხვედრის ოთახიც დაწესებულება მთლიანად ბატონ ლევან, შეხვედრის ოთახზეც მინდა კითხოთ სააკაშვილი წერდა ცოტა ხნის წინ რომ მისი შეხვედრების ოთახი შეცვალეს, ვინაიდან ის აღჭურვილი იყო მოსმენის აპარატურითო და იქო ღარიბაშვილის შეხვედრები იმართება. ახლა ღარიბაშვილი შეუშვეს ადვოკატთან იმ კონკრეტულ ოთახშიო. ამაზე რამე ხსმენიათ, რა შეგიძლიათ თქვათ ამაზე? ვიდეო მეთვალყურეობა არ გულისხმობს მოსმენას. მოსმენა კანონით არის აკრძალული და შესაბამისად ჩემი ინფორმაციით არანაირი მოსმენა იქ არ მიმდინარეობს. ამას კანონმდებლობით დაუშვებელი არის ადვოკატთან შეხვედრის სივრცის მოსმენა. ვიდეო მეთვალყურეობა კი ყველგან არის აღჭურვილი და ვიდეო მეთვალყურეობა მიმდინარეობს, ეს ბუნებრივი არის. ვერ გეტყვით ახლა თქვენ რა ინფორმაციაც გააჟღერეთ ამასთან დაკავშირებით, მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მე შემიძლია გითხრათ უბრალოდ კანონმდებლობით როგორ არის მოწესრიგებული, ამის იქით რა ხდება, როგორ ხდება ეს ჩემთვის უცნობია. კანონით აკრძალულია, მაგრამ ამის მიღმა რა ხდება არ იცით, ანუ სწორად გავიგეთ? ამის მიღლა მე არანაირი მტკიცებულება არ მაქვს, რომ ის სივრცე, სადაც კანონით მოაკრძალულია მოსმენა, მაინც ისმინება. მე ასეთი მტკიცებულება არ გამაჩნია. ვერაფერს ვერ გეტყვით. კი ბატონო, თქვენ ნახულობდით ხოლმე სააკაშვილს, ეს პირველად არ ყოფილა, შეიძლება სხვა ფიგურანტებსაც. თქვენთვის სიახლე ვისი ხილვა იყო დღეს და თქვენ თავად პერსონალურად ეს ვთქვათ უცნაური ვისი ხილვა იყო დღეს საპატიმროში თუ ასეთი სენტიმენტები არ ქონდათ დღეს ციხეში შესვლის დროს? იცით რა, მე მიხეილ სააკაშვილი არ მყავდა მონახულებული საპატიმრო დაწესებულებაში. აქამდე მე ის რამდენჯერ მოვინახულე კლინიკაში და რა თქმა უნდა ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემი თვალით მენახა ის პირობები, რა პირობებშიც მას თვითონ საპატიმრო დაწესებულებაში უწევ სასჯელის მოხდა და ამიტომაც მივედი მასთან უშუალოდ საკანში და მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი. მანამდე იცით რომ რამდენჯერმე ვილამეთში ვიყავი მასთან მისული. კი ბატონო, და სხვა პატიმრების, ვთქვათ, არაფერი არ უთქვამთ, არაფერი მათგან არ ვიცით დაკავების შემდეგ, ეს არის ორი პატიმარი, ლილუაშვილი და ღარიბაშვილი. აი ამ შეხვედრამ მათთან კომუნიკაციის დროს რაიმე, ვთქვათ, ისეთი რა შეგიძლიათ რომ საზოგადოებას უთხრათ თუ გაქვთ თუ დაგრჩათ სათქმელი ამ შეხვედრის შემდეგ, თქვენ ახსენეთ რაღაც პერსონალური ლაპარაკიც იყო, რომელსაც არ ვიტყვიო, ეს რას გითხარით რომ პერსონალური ლაპარაკი არ მიხსენებია, მე ვთქვი რომ რამდენიმე ადამიანმა ვისთანაც ვისაუბრეთ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არის პერსონალური ინფორმაცია და ამაზე უბრალოდ ვერ ვისაუბრებ, თქვა. ეს იყო და ეს იცით რა არის რაღაც განსაკუთრებული შინაარსის საუბარი ან მათ საქმესთან დაკავშირებით ან მათ ბრალდებასთან დაკავშირებით ნამდვილად არ მქონია. ძირითადად საუბარი ეხებოდა იმ პირობებს, რა პირობებშიც ეს ადამიანები იმყოფებიან და რა პირობებშიც მათ უწევთ სასჯელის მოხდა და აი ამის ირგვლივ იყო ძირითადად შეხვედრაც და ამ ჩემი ინტერესიც, ვთქვათ, თვითონ საკნებში შესვლის ინტერესიც, რომ რა პირობებში იყვნენ ეს ადამიანები და აპირებ თუ არა ამ საკითხის დასმას, ვთქვათ, პენტენციური სამსახურის ხელმძღვანელობასთან ან შესაბამის უწყებაში, მათ შორის შვილებთან და ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის ნაწილში და სასეირნო სივრცის ნაწილშიც. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება ჩემს ანგარიშში. არის კიდე სხვა საკითხები, რომელიც მე-12 დაწესებულებას ეხება, მაგალითად განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში შხაპის მიღების რაოდენობის გაზრდა და ასე შემდეგ. არის საკითხები, რომელიც მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ მოგვარდეს, იმიტომ რომ დღესდღეობით კვირაში მათ ორჯერ აქვს შესაძლებლობა შხაპის მიღების და ზაფხულის პერიოდში, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. და ერთ დღეს ზაფხულის პერიოდში ამატებს პენტენციური სამსახური, მაგრამ მთლიანობაში
მე მგონია რომ ეს საკითხია, რაზეც საერთოდ უნდა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საუბარი და მსჯავრდებული იქნება თუ ბრალდებული იქნება შხაპის მიღების საშუალება უნდა კონდეს იმ დროს, როდესაც მას ექნება ამის სურვილი მაგალითად ლაითურის არა დღეს ამაზე არ ყოფილა დღეს ზოგადად საუბრობ რა პრობლემები არსებობს რუსთავის რამდენიმე დაწესებულებაში აი მაგალითად ლაითურის ნომერპლატის დაწესებულებაში ეს პრობლემა არ არის იმიტომ რომ იქ თვითონ უშუალოდ საკნებში არის საშხაპეები და შესაბამისად პატიმარს როცა უნდა მაშინ შევა და მაშინ მიიღებს შხაპს ეს თვითონ ახალი დაწესებულებაა და იმ სტანდარტში ეს გათვალისწინებული იყო რო აშენდა მაგრამ ვინაიდან ეს არის ძველი დაწესებულებები აქ სხვანაირად არის მოწესრიგებული კვირაში რამდენიმე დღეა გამოყოფილი როდესაც პატიმრები გყავთ შხაპის მისაღებად და შესაბამისად ეს ზაფხულის პერიოდში 2 დღე არ არის ხოლმე საკმარისი და ამიტომ ხდება ერთი დღის დამატება მაგრამ ჩვენ მე ვფიქრობ რომ ზოგადად ეს საკითხი უნდა გადაიჭრას იმ პრინციპით რა პრინციპითაც ახალ დაწესებულებაში მოგვარდა მაგალითად ლაითურში კი ბატონო, არ მინდა რომ რაღაც ცუდი ხუმრობა თუ არა ხუმრობა გამომივიდეს, მაგრამ მე მგონი ყველაზე მეტად უნდა იზრუნონ პენტენციური და კონკრეტული საპატიმროების გაკეთებაზე, იმიტომ რომ როგორია ცხოვრება არავინ იცის და ჩვენ ვხედავთ რომ არა მხოლოდ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები აღმოჩნდნენ ამ საპატიმროში, არამედ მოქმედი ხელისუფლების პირობებში ყოფილ პრემიერზე და უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსზეა საუბარი. ბატონ ლევან, ძალიან დიდი მადლობა. მე იმედი მაქვს კიდევ შევხვდებით ეთერში, ვილაპარაკებთ მათ შორის საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელიც აქვს ხელისუფლებას და თქვენი სახალხო დამცველის აპარატის კონკრეტულ ინიციატივაზე, კონკრეტულ ესე ვთქვათ საჩივარზე, რომელიც ერთ კონკრეტულ კანონთა წყებას ეხება. მადლობა, ლევან იოსელიანი პასუხობდა ჩვენ კითხვებს, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.